ესე იგი. ეხლა ერთი ბადრიჯანი დავჭერეთ თქვენ გარეშე, იმიტომ რომ სოსოს ველაპარაკებოდი რა. ზოგადად ხშირად ველაპარაკები ხოლმე და ბევრ ამას მაგიტო ვერ ვიღებ ხოლმე რა. რაღაცას რო ვაკეთებ, სოსოს ურეკავ რა. უფრო ისე გავაკეთო, მხიარულად. ან ლაივს ვთავ ხოლმე და ეხლა ორი ცალი ბადრიჯანი მქონდა გადარჩენილი, მორჩენილი. ხო და აღმოჩენილი, ყველაფერი ჩენილი, ხო და ერთი ცალი დავჭერეთ თქვენს გარეშე. მიზეზი უკვე გითხარით რატომ თქვენს გარეშე. ესე იგი ამ ორი ცალი ბადრიჯანით მინდა მადლობა გაიხარეთ. ამ ორი ცალი ბადრიჯანით მინდა რომ შევწვა და გავაკეთო ნიოში და ქინძში. სოსოს ძალიან უყვარს, მაიონეზში არ უყვარს დიდად. ხო და კარგად გაცხელდეს და ეგ გავაკეთოთ უცებ და მე ლილესთან ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენი საფირმო ბლინები, ხო? მაწონი გვაქვს, კვერცხი გვაქვს, შაქარი გვაქვს, ფქვილი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ ბლინები გავაკეთოთ, ხო და? ხო, ჯერ ამას შევწავ, იმიტომ რომ ტაფა ერთი გვაქვს, საყიდელი მაქვს ხვავით და ტაფაც. ხო და მე ეგეც თქვენთან თქვენ იცით ჩვენი ბლინები და გავაკეთოთ ეგეც ერთად. ეს ნიორთან ერთად ბადრიჯანი, იქეთ ბლინები გავაკეთოთ და სამზარეულოში დღეს მეც არაფერს არ ვაპირებ. ხო. ესე იგი, ეხლა აქ რო ყვითელი შუქი მქონდა ხოლმე, ადრე ყვითელი შუქი მეზიზღება. სანამ ბადრიჯანი იწვება, ჩვენ
უნდა მოხსნათ გამწოვის რკინები. ესეთი. ჩავდოთ რაყობინასა შინა. ხო. ეს მე და მოიწედეთ ამას უნდა დავასხათ ახლა ჩვენ ხსნარი. სანამ ის იწვება, ეს დალბება. და კარგად გაირეცხება. და წამი ესე ჩანს მშვენივრად გაზიც და ეს შო დედიკო ჩანგალია მომიგო უჯრიდან ერთი წელი ჩანგალა მოწოდე ჩანგალა ესე კარგად ჩანს ამიგრაიდა ამაზონიდან გამოვიწერე კვერცხების ჩასალაგებელი საავტომო და პასკის დასადები, რომელსაც იმისთვისაც, ნამცხვისთვისაც გამოვიყენებ. პასკისთვისაც და სამომავლოდ ნამცხვისთვის. ჯერჯირსაც დავთესა ამ დღეებში, ისე რომ იქნებ მოესწროს ავტომობილზე და ეგეც მაგდამ შემახსენა, თორე ჯერჯილის ამბავი საერთოდ აღარ მახსოვდა, მართლა. საერთოდ აღარ მახსოვდა ჯერჯილი რომ მქონდა დასათესი, არც კი მიფიქრია მაგაც. ესე დაიბრაწოს მე ქაღალდს გავამზადებ თეფშზე თუ კარგად ჩანვართ კი ჩაინიკის გავლეს ხორცმერა
ეხლა არის ლილეს ბანაობის დრო. ხვალე მივდივართ ბაღში და უნდა მოვაწესრიგოთ, ხო? ხო, ბაღში. ახლა კიდაკა. ეს გასარიცხებში წაიღე, მიდი გაიქეცი. და მაიკაც იმას ქენი, რა ქვია, გაიხადე. მოდი. და ჩატანა დავიბანოთ. ა? და თავიც ხო? მოდი. გირდება თავის დაბანის პროცესზე. ყველას კარგი. იუჰუ! მოდი დენა ხასმალი არის. ნახო? მოდი. ენით რა შვები, ენით რო ყოფენას. ხასმალი. ხო, იდე. გადმოდი ახლა მიდი. ამას უყურეთ პროსტა ამას. ეს ვინ არის? ეს რა უნდა როგორ უხდება დედას ბენდენა, თავსაფარი, ხო? შენ არ მოგწონს? ხო. რა უნდა ვქნათ ახლა ჩვენ? ჩვენ ABCD უნდა დავხატოთ. თან ვინ მიგდესა? ხო? ვინ მიგდესა? ეგ აღარ მახსოვს დედიკო. ნაგოშე. მგონი ბაღში მოგცეს თუ რაღაცა იყო, აღარ მახსოვს. ბაღში? და. მოდი დე. რასაკავს ერთი რას? ვინ არის ეს კაცო? ვინ ახარ შენ? და მამალიკინამ. ასალტი თელთوارა. ამას უყურეთ, ამას. იტალია. ეგ წითელია, დედი, რა ფერია ეგა? რა ფერია? იტალია. წითელია თუ სტაფილოსფერი, დე? სტაფილოფერი. ბასა. ასალ სტაფილა. აბა, ეგეც სტაფილოსფერი იყო და ისიც, დედი, ერთნაირია, შეხედე? დადე, ეგეც გვერდ. ოღონდ ის ცოტა სხვანაირია. წითელი აი? წითელი არ არის დედიკო ეგა. მოდი ეს არა იყო და შენ ლუდი. ინე სტრუდი. Not one damn thing. Who's ready to hatch some cool pets? Click here to make your favorite. ესე იგი. სოსო უკვე მაღაზიაში შედის. რომ იყიდოს კვერცხი აღარ აგვაქვს. აღარ აგვაქვს ზეთი. ну ზეთი გვაქვს, მაგრამ ძალიან ცოტა. თითქმის აღარ გვაქვს. ამიტომ ბარე მიყიდის, ხო? ვერა სიტყვით. ხო და სოსო სანამ მოვა ჩვენ უნდა დავადგათ ბარკლები. იმიტომ რომ იყო გასალღობი. ამ ბარკლებს ვწვავ იმისთვის რომ ხვალე სამსახურში წაიღოს. ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ სხვაგან გაკეთებული საჭმელი არ ჭამოს და ნაკლები ფული დახარჯოს. ხო? ამაზეც ხო არ ახართ თქვენ წინააღმდეგი. ხო ხართ ამაზეც თანახმად. ხო და ამიტომ გავალღვე და შევწავ რომ ხვალე წაიღოს ბარკლები. მითხრა რომ მარტო ბარკლებს წავიღებო და მე ვუთხარი რომ ბრინჯიც იქნებ წაიღო მეთქი ბარკლებთან ერთად. ეს ცოტა ზანგოძე ხوار არის. დინეცელი იგი. ხო და ხო რა მოხდა? მე ხო თეთრი შუქი მაქვს და ყვითელი აღარ მაქვს და უკვე შედარებით კარგად ჩანს. ხო და მეთქი ბრინჯს გავუკეთებთ ხო გარბინასა. ან იმას რა ქვია იწიბურად ან ვერმიშელს და იძახავი არა მარტო იმას წავიღებ რა ქვია საწებელიც და
საწებელს და ბანკავს რა. ხო და მეთქი ოკეი, ჩემთვისაც უფრო მარტივია და ოკეი, თუ ეგრე გინდა ეგრე იყოს. ხო და წაიღებს ხვალ მაგას. სანამ ხორცი იწვება და გამოუწმინდოთ იატაკი. სალომე შენ თუ ამ ვლოგს უყურებ. იცოდე რომ იატაკი მოუწმინდე. ორი საქმე მოვასწროთ ერთად. ამას რომ მოუწმინდოთ მე ლილე დავაწვინოთ. ლილე კი ვაგანავლებ და იატაკის ტილოსთვის ყოველთვის ვიყენებ რაღაცა კარგ სუნიან სითხეებს რა ყოველთვის გიждებით. იატაკის ტილოს რო კარგი სუნი ასდეს და მე იატაკისას კარგ სუნს აყენებს. იატაკს დღეში ერთხელ ყოველ დღე ვწმინდავ. ყოველ დღე თუ ცუდად არა ვარ. ან თუ საგნი არ ვიყავი წასული. გამონაკლის შემთხვევებში ეგრე თორე ყოველ დღე ისე დღეში ერთხელ უბიხართ ხარო ორჯერ წმინდავ და ვაკვდები მეთქი არა იმიტომ რომ ჩვენ სახლში არასდროს არ შემოვდივართ ფეხცმიანები არასდროს ყოველთვის ვიხდით ხო და ერთხელ მოწმინდა ყოფნის რა ჩემი მას მეტლახს და მე ხო ყველგან თეთრი მეტლახი დამებედა ნაქირავებში რო ცხოვრობდით თეთრი მეტლახი მქონდა ის რასაც ქვია თეთრი სახლი რო ვიყიდე სამზარეულოში იქაც თეთრი მეტლახია უგონდ რაღაცა შტრიხებით და აქ ვინა ვიქირავეთ და აქაც კრემის ფერია ყველგან ესეთი სამაქროხია ღია ფერის რომელზეც ყველაფერი ეთყობა გვერდიდან რომ გახედავ ძულს ის ჩანს მეტლახზე ლაქები ხო და დღეში ერთხელ მაინც წმინდავ ხოლმე მაგიტომ მინდა რომ ნოხი ვიყიდო მისაღებისთვის იმას მე ესასრუტის მივხედავ და იატაკს კვირაში ერთხელ ავკეცავი მოხს და გამოწმინდავ. იმიტომ რომ ფეხცმიანი რო არის მიზედ, იმდენი მტვერი არ იმას იზავს. არ ჩადგება ქვეშ. თან თმა რომ სვივა, უყურე მეტლახზე არის სულ ჩემი თმები. და მიგდა ეხა ეს დღეში ერთხელ მაინც არ გამოწმინდო. გამოდის ხულია. ახლა წავიდეთ და მილე დავაწყინოთ. ამის შიშხინი თუ ძალიან ისმის ბოდიშით. ხამცხელა, ხამცივა. ხამცხელა, ხამცივა. ლილე. წამოდე დავიძინოთ. ჩავაქროთ, იმიტომ რომ სამზარეულოდან საკმარისი შუქი გამოდის. ეგ დაკეცე ლეპტოპი, კაი? კაი. მოკლედ. შეგი დილით რომ ვუსწორებ ამას ლოგინს. აზრი არ აქვს დღის ბოლოს საბანი, ზეწარი და ბალიში და ყველაფერი არის ერთმანეთში აზელილი. თქვენთან რა ხდება ხოლმე? იმიტომ რომ მაინც გორაობს ლოგინში დღის მანძილზე.
და სრულს გაქცევთ ბოდიში. გადავაფარო, გავასწორო ზეწარი. ხო და ამიტომ დღეს ბოლოს თავიდან უნდა გავუსწორო ლოგი. ხდიდა შტატივი. ხანდახან ვაიმე, უყურე ქარო. უყურე როგორ არ ნებდება. ეს ლოგინი გავუსწორეთ. აკრიფე ჯეალა ნუ ვარდები და დექი შკაფის კარები ღია რიზა ლილეს ჭაღი არის გასარეცხი უეჭველი სამზარეულოს ჭაღი გავრეცხე მოვახსნევინე გავრეცხე და ჯერ მოხსნაზე ხომ აწუწუნა ჩემ ქმარმა მომიხსენი ახლა გააკეთე განახეთ ჰაი ორე მოხსნილი და გარეცხილი და ვსაქ ის კი არის ის რომ დღეს ვერ დაიძინებს ისე სანამ ამ ჭაღს უკან არ დააბრუნებს აკრიფე დაგეხმარები მოიცა მეც წამოვიღებ ყველაფერს რო ისეთი აი ტუნტულა შეტუნტულა წავედით საღამობით გავზიდოთ ჩემი ოთახიდან ის ეს განახეთ ხო სახლი რო გავაფერადეთ და მე დავკიდეთ ესეთი პატარა ჩემი და ლილეს გაფერადებული სახლი აღარ მახსოვს ვლოგში რო გავხსენით კი მახსოვს მაგრამ თუ გაჩვენეთ დაკიდებული ეგ აღარ მახსოვს ესე დავაბრუნეთ ნივთები ეხლა არის დაწოლის დრო ფისი გინდა ხო მიდი მალე ოთახში გამოჩდეს ცოტა ხანი შუქი შემოვიდეს და მე ჩავაქროთ წამიკითხეო და ერთი წამი ბარკლებს ამოვატრიალებ და მოვალ ეხლავე ახალი კრებული მინდა ლილესთვის იმიტომ რომ საბავშვო ლექსები გადავღეჭეთ უკვე დუმბაძის და მინდა რომ ეხლა რომ გამომიგზავნეს ამანაც დედამთილი დუმბაძისვე ეს მინდა ხაბრების კრებული აუცილებლად ეს გაზი უკვე გასაწმენდია რა ნატოსო ამდენ წყალს წურია რა არის სად იყო არა უშავს დედი ყობა გუშინ და ქუჩა კარი დაწექი შენ მოკავათი კარგად აღი მეგონა ყვავილებით და პეპლებით ნახე დედიკო აქ კი რა დამხვდა მაგი და წიგნი და მასწავლებელი ვაშლის ფაფა და სტაფილო კატლეტები და სუპები არა ბატონო ამბახში უთუოდ დავიღუპები არ მინდა თქვენი საწოლი არც ეს ფაფუკი ბალიში ან ნამდვილ ბაღში გაწავიდეთ ან არა სახლში გამიშვით რასა პროტესტებდა ბიჭი მე თამაში და ხტუნაობა და გართობა მინდოდაო და თქვენ კიდე რა დამოხვედრეთო წიგნებიო და მასწავლებელიო ხო შენს ბაღში არის დედი წიგნები ხო არის მასწავლებლები ხო აბა რა Daniel Bill მასწავლებელი არის ჩაკაში შუქრონას კლასში და ყველანის კლასში აჰა ბევრი მასწავლებელი ყავს ხო შემდეგი ბიჭი ძაღლი და ბებია ნოდარიკო და ბემბი ცხოვრობენ როგორც ძმები ერთი თეფშიდან თქვლეფენ ორთავე ერთად ყეფენ ტახტის ქვეშ აქვთ ბინა ორთავეს ერთად სძინავს ბიჭი მნიუშვერს ლოყავს ძაღლი ლოკავს და ლოკავს
ბევრს ემუქრება ბები ერთად გათრევთო თმებით. აი ამ წუთში ახლაც ორთავე ბაღში გახლავთ. დაასდევს ბებია კუდში, მაგრამ ვინ აგდებს ძაღლად? ნოდარიკო და ბემბი აწვალებენ ვის? ვის აწვალებენ? ბებიას, ხო? ბებიას უშლიან ნერვებს და აწვალებენ. შემდეგი არის ექიმი. მოვიდა და გაგვსინჯა ერთად მე და ბებია. მერე უთხრა დედიკოს, ბავშვი გაქციებიათ. მე კი სულ არ მციოდა თბილად მეცვა ზემოდან. გიზგიზებდა ბუხარი და ძალიან ცხელოდა. ავად სულაც არა ვარ, არ მცივანაროდი ვარ. ძია ექიმს ეშლება, მე ბებია გონი ვარ. ესე იგი, მე არ ვარო ცუდათო, ეს ბებია ავად და ვერ ხვდება ექიმი თურმე. შენ როგორ გონია? ეს გოგონა ავად თუ ბებია? ბებია. არა. ეს გოგონა ავად დედიკო. და ბოლოს ნოდარიკოს სტუმარი. ზღაპარიყო, წყალში ყინვა ჩამდგარიყო. ღობემძვრალა, ჯერ არა დედიკო, ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის ტყეში მოცვი გამქრალიყო. შიერი და გათოშილი ფანჯარასთან მომდგარიყო. და ტირილით ეძახო და გამიღეო ნოდარიკო. სხვანაირად აბა განა შეიძლება მომხდარიყო? ის ზარმაცი ღობემძვრალა ნოდარისთან სტუმრად იყო. გაშინჯა ბავშვი და ბებიას დიდი დოქტორი 4 ბავშვი ჩამოსავთ. შესავით 4 წლის ბავშვი. ბებია ვიღაუსამდენი არის. ბებია არის 60-ის. 60 ბებია. 60 წლის ბებია. ძალიან. ესე იგი, ბავშვები ერთად შეიკრიბნენ, რთავენ ნაძვის ხეს, ცრიალებენ ციგით, ბეღურებს აჭმევენ, ხო? ხო. ახლა ეს მონდა და გადახოს ეს. დაიჯახება ნაძვის ხეს? ხო. კარგი. ეხლა უკვე ბოლო ლექსი წავიკითხოთ და დავიძინოთ. რომელ ლექსსაც ქვია რა? ფისო. ფისუნია ფისო. არ ვინ გაჭმევს ტკბილსო. ცალი თვალი ნუშს მიგიგავს, ცალი მწვანე ღილსო. დედა ამბობს წუწკიაო, ბებუ ამბობს მღლისო. ბაბუ ამბობს მთელი ღამე თაგვი შაქარს ღრნისო. ეს ყურსაც არ აპარტყუნებს, თავს ვერ ართმევს ძილსო. მაქნისი არისო, მარტო კნუტებს ყრისო. ჩემზეც ასე არ ამბობენ, ფისო რა გიკვირსო. ესეც ესე. შენი ცუგოვები შენთან არიან, ხო დედი? ძირინების. ჰალელუია. სიოპარკლებს ამოტრიალება არ უნდათ. ჩვენ უნდა გავრეცხოთ ჭურჭელი. ლილე გავუშვი ბაღში, სოსო მობრუნდება სახლში. ხო და ცოტა მოგვიანებით ჩვენ წავალთ ჯერ სარეცხს წავიღებთ, დავტოვებთ და მერე წავალთ კბილზე. მანამდე კიდე სანამ სოსო მოვა, ცოტას ავსკროლავ და წყალს დავლევ. ესე იგი. ვისაუზმეთ მე და სოსო. 11:30 ხდება. კბილის კლინიკა ახლოს არის. ალბათ 1-5 წუთი გვინდა მანქანით. ხო და ჩავიცვი უკვე სარეცხი გავამზადე. ჭურჭელი დავრეცხე. ჩემი და ლილეს ლოგინს თეთრეულები გადავაძრე, რომ ბარემ წავიღო. და ჩოლკის წინამოს გასწორებას ისევ
ვერ ვასწრებ. რა უშავს. გავიკეთოთ საყურეები. აქაური და ალერგია მომცარა და საქართველოს ვერცხლიც მაძლევს, მაგრამ რამოდენიმე საათში. აი ზოგი ხო ხართ რომ იკეთებთ და არ იხსნით რა, გიკეთია დღამეც დღეს და ზოგს ის უკეთია თვეობით უკეთია ერთი საყურე ხო? მე მყავს ეგეთი ახლობლები, რომ გაკეთებული აქვს და რავი წლებია მაგ საყურებს ხედავ მაგათ ყურზე. ხანდახან ეს ფიქსატორია. ამ ბოლო დროს დავიწყე გამოყენება. ხო ნახეთ, ხო არის განსხვავება. ხო და ხანდახან ისა რა ქვია, გასაცმენდათ მოიხსნიან კი. ხო და მე არა. მხოლოდ ოქრო შემიძლია ეგრე მოუხსნელად მეკეთოს. სადაც უნდა ვიყიდო ვერცხლი და როგორი ვერცხლიც არ უნდა იყოს. აი საღამოს რო მოვალ ხო სიტყვაზე სახში რამშობა აქ საღამომდე რომ მეკეთოს საღამოს უკვე დამიწყებს ესა ტკივილს ბიბილოები ისე მტკივა ხოლმე ისე მტკივა просто ფიზიკურად ვერ გავიჩერებ ტკივილის გამო რა ვერავიდან ხო ხდებით თორე მე ისე მიყვარს საყურეები მაგრამ ვერ ვიკეთებ ისე მიყვარს ბიჟუტერიები ისეთი ლამაზებია ისეთი კარგებია და ესა ვერ ვიკეთებ ეს ლაინერს არ ვისმევ დრო არ მაქვს ამას წავიღებ ენა რატო გამოყავი თეთრი მქონდა თუ არა აი სამწუხაროდ ჩემი ამ უაზრო ჩვევის გამო ჩვევი არა ვიცი რაც ქვია ამას წავიღებ უბრალოდ სუნა მომინდა ხო დავისხოთ ვერ ვიკეთებ თორე ისეთ კარგ რაღაცებს ვიყიდიდი ატმისუნი აქვს ისეთ კარგ სუნამოს ვიყიდიდი სუნამოებს წავედით ფანქარი ისა ტუჩის პომადა ჩანთაში მიდევს ეს ჩემი ქმრის ნაჩუქარი ბეჭედიც გავიკეთეთ აუცილებლად თმისამაგრი ავიღოთ თორე დარეკავს ახლა სოსო დროზეო წინდები ჩავიცოთ ახლა და წავედით ეს არის მისი ხო გითხარით დარეკავს მეთქი ხომ გითხარით გაფრინდებიან მეთქი ნაგავიკავდოთ კარით სოსო ჩაუკეტო პარები გოგო რატო არ მომაქცი ისა მანქანით უნდა მივიდე ყველგან და ცხელა მე არა ვარ მციბანა შუქი თვითონ იმთება ნაგავიც ჩამაქვს თქვენც ესე ხართ სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის მაქვს ნაგავი მოვედი და ველოდები დამიძახოს იმედია დღეს მალე მოვრჩებით და იმედია რომ ბოლო ვიზიტია ჩავისვი არც ეთყობა ისა არ ეთყობა რა ჩემი რო არ არის
აი ნახეთ, ეს და ეს. არის ჩასმული და უკანა კარგია, ვერც გრძნო ვერაფერს, მაგრამ წინა მეტება. დროებითი ცემენტით არის დამაგრებული და 18 აპრილს უნდა მოვიდე ისევ, რომ და მას მიქნან რა ქვია, შეამოწმონ ისევ მედება თუ არ მედება და მე უკვე მუდმივი ცემენტით ჩამიმაგრებენ კბილებს. იმედი მაქვს, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე ჩაჯდება რა წინა კბილი კარგად. საუბრის დროს არ მედება, უბრალოდ ყბას რო უკეტავ. ამ კბილზე მედება, წინა კბილზე, კბილი კბილზე ედება და აქეთ არ ედება. და აი ეს უნდა გამოსწორდეს. იმედია თავისით გამოსწორდება თუ არა და მე რაღაცა უნდა გამოქლიბონ არ ვიცი, რომ დამისვან წესიერად რა, იმიტომ რომ არ არის ასე მომნო. რო გედება ყბას რო კეტავ. ეხლა ველოდები სოსოს. ძალიან კარგია სავსე ყბა. ხო და ველოდები სოსოს ეხლა და მოკლედ 18-მდე სტომატოლოგი აღარ მოგვს. ლამაზია ეს ხე. ნახეთ. ეხლა შევიდეთ აფთიაქში. ვიყიდოთ ჩემი ღებინების წამალი და კბილის პასტა აღარა მაქვს და კბილის სავლებიც. მიდი, სად გინდა, აბა? ხო, მიდი. Oynayabilir, kaliteli, rahatsız seviyor, çalışıyor. Minnak dedi. Oysa. Motoki de çavqar. ჯერ გავიგოთ როგორ უნდა გამოვიყენო. ბურთი უნდა ისროლოი. ხო, არა. აკე. აკე ეგრე არა, ეს. ვაუ! ქვეშიდან გამორე. ეს. ეს ცოტა თულია ლინეთი.
მოარჩავს, სო. Всё? Okay. მოიცა? მოიცა არ გაჩერდეს და მერე. ეს ყველა პროგრამი ხო. რამდენია? ეს ფეხი აუში. ეს ბაკი. ვერწდება? აფა ეს როლე. მიცინი გურა, ოი წაი მიზაზონა დავკუ. მიცინი გურე შენ. გაიცე? მაღლიდან ჩამოყრის დე? და რო ჩამოყრის მან ჩაყარე, კარგი? ჩაყარე, ისო ბურთები ჩაყარე. მოიცადე? მიაწექი კნოპკას. აი ეგრე, მიდი ჩაყარე. მიდი, მალე ჩაყარე, ბევრი ჩაყარე დე, ბევრი. ბევრი, ყოჩახ. ყოჩახ დე, ყოჩახ. მიდი დე, ყოჩახ. ნახე რამდენი ჩაყარა, ყოჩახ დე. დიდები ჩაყარე, აბა. მიდი დედი, მიდი. ყოჩახ, nice. სო მორჩა. Всё, დედი, всё. აი, ნახე, გამოდი, ნახე რამდენი ცალი. იცინი, რა ხება? ისე დავიღალე რომ ვეღარ პაზროვნებ. თქვენ პრობლემა ხო არა გაქვთ. მაგრამ ძალიან მაგარი გასართობი ცენტრია, ჩვენ აღარ მახსოვს წინაზე რო ვიყავით, მე მგონი ეგეც არის ვლოგში. იმედია ჩემი ხმა გესმით. აქ მოსვლის მერე დაგვებადა იდეა რომ ლილეს დაბადების დღეზე ბაღში ხო გადავიხდით და ბაღში რო აღუნიშნავთ, მერე აუცილებლად აქ მოვიყვანთ, იმიტომ რომ არ ღირს ძვირი, ძალიან ბიუჯეტურია და პლუს ყველა ნაყიდ ბილეთზე ესეთი ტიკეტები გაქვს და რაც უფრო ბევრს დააგროვებ, მით უფრო მრავალფეროვანი პრიზები გელოდება გადაცვლი პრიზებში. ასე რომ ძალიან კარგი სივრცეა, ახლოს არის ჩვენ სახლთან და კარგი დაბადების დღე გამოუვარა ლილეს, აქ რომ მოვიყვანთ, თვითონ გაერთობა რაც თავარია. ასე რომ ძალიან კარგი დღე იყო. კმაყოფილია რაც თავარია თვითონ. მეც. რაც შეეხება ჩემს კბილებს, უკანა კბილი ძალიან კარგად არის ზომა-ზომაზე დამჟარი და წინა კბილი არ დაემთხვა ჩემ ყბას. იქვე კაბინეტში იციან ექიმებმა, სტომატოლოგებმა, რომ არ მომერგო წინა კბილი, მაგრამ დროებითი ცემენტით მაინც დამიტოვეს, იმიტომ რომ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დაჯდესო, მაგრამ ძალიან მეეჭვება ამას გადაკლიბვა მოუწევს, იმიტომ რომ ღეჭვის დროს ერთმანეთზე მედება და ყბას ვერ ხურავ ბოლომდე და აი ესე რომ ვადებ, ხო? აი ესე კბილი კბილზე მედება და არის ძალიან არაკომფორტული ჭამის დროსაც და ყბის დახურვის დროსაც რა. აშკარად ლილე, რატო დაყარე ესენი, დედა?
ხო და აშკარად შეცვლა მოუწევს ამ ზომას წინაკბილისას რა. იმედია ეს ერთი კვირა გავძლებ, თუ უფრო ადრე განთავისუფლდა ადგილი, უფრო ადრე მიგვალ. და სხვა ყველაფერი ყვაყოფილი ვარ, ძალიან კარგია. წავედით. დავბრუნდით სახლში. მოუწესრიგდით და უნდა დავისვენ ეს ხელზე შემჩა კიდე მოვიხს. აქვე დავასრულებ ამ ვლოგს, შემოძვირფასებო. ვეცდები რომ ძალიან მალე დავდო ისე ვლოგი, ხო თქვენ ხედავთ რომ გააყოჩაღებული ვარ. ხო და ესა ხშირად ვდებ ვლოგს. ვეცდები რომ შემდეგი ვლოგით ძალიან მალე შემოგთავაზოთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ვლოგს და კონკრეტულად ამ ვლოგს არა ვინც კი რასაც უყურებთ არ აქვს მნიშვნელობა რომელს და რატომ და რისთვის, თავარია თქვენს ძვირფას დროს მithმობთ და უთმობთ ჩემს არხს. თითოეულ თქვენთანგას ძალიან დიდი მადლობა, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, თუ მოგწონთ და ისედაც მიყურებთ, გამოიწერეთ, თუ აქ-იქ ამიყურებთ, მაშინ არ გამოიწეროთ. როცა შეგხვდებათ ჩემი ვიდეო, მაშინ მიყურეთ. ხო, რაც შეეხება ლაივებს, მე ხშირად ვთავ ლაივებს, ხო და იმისთვის რომ ჩემი სტრიმები ამოგივარდეთ ტელეფონში, გააქტიურეთ ზარის ღილაკი არხზე, რომ შემოგივიდეთ შეტყობინება, როცა ლაივს ჩავთავ, ძალიან ვარ დაყრილი. დილიდან გარეთ ვართ. 7 საათი ხდება ახლა საღამოსი. ხო, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ მოგივიდეთ შეტყობინება. სხვა მე მგონი ისეთი სათქმელი არაფერი აღარ მაქვს თქვენთვის. სათქმელი რაც გქონდა ამ ვლოგში უკვე ვთქვი. წინაკბილი რომ მაწუხებს უკვე გითხარით. იმედია ერთი კვირა გავძლებ ვიზიტამდე, ხა? სალფეტკი? კაი. იმედია ერთი კვირა გავძლებ ვიზიტამდე. ხო, დანარჩენი ისეთი არაფერი არ ხდება. კოცნით ბევრს და ველოდები თქვენს ლაიქებს, კომენტარებს, ინსტაგრამი გამოიწერეთ, იქაც ხშირად ვარ, უფრო ხშირად ვიდრე აქ, YouTube-ზე. ხო და კოცნით ბევრს და შემდეგ შეხვედრამდე. დროებით.